მოგესალმებით მეგობრებო, მე დღეს შევეცდები ვისაუბრო ოზემპიკის გამოყენების შესახებ. მე დაგიზიარებთ პირად გამოცდილებას თუ როგორ ვიკეთებ პირადად მე მუცლის არეში და ასევე მკლავზე. მე აქვე აღნიშნავ, რომ ოზემპიკის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია გავესინჯოთ ექიმს და ექიმის დანიშნულებით მოხდეს მისი გამოყენება. მარტივად რო გითხრათ, მარტო ოზემპიკი იმისთვის რომ წონაშილი დავიკლოთ, არ არის საკმარისი. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ აქვე საჭიროა დიეტა, განსაკუთრებულად რომ დღეს აქტუალური არის აი ზუსტად ის სწორი კვება. ყველა ისე ვიკვებებით, როგორც გვაქვს დრო, როგორც გვაქვს მის საწვდომობა საკვებთან და ვცდილობთ, რომ ის ვჭამოთ თითქმის რაც შეგვხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება მისაქცევია ამ დროს კვებაზე. ასევე მე გადავალ ძირითად საკითხზე, რომელიც ჩემს დღევანდელ რუბრიკას შეეხება. ეს არის მისი მოხმარება, გაკეთების წესები. მე გაგიზიარებთ ახლა თუ როგორ და გავიკეთოთ, ის კვირაში ერთხელ ვიკეთებ მე პირადად. ესია დანიშნულება ექიმიდანაც. მე ამ შემთხვევაში ვიკეთებ 9 გრამს, 9 მილიგრამს, რომელიც სავსებით საკმარისია ჩემთვის. ეს მხოლოდ დიეტისთვის, დასუსტებისთვის, გახდომისთვის ეს არ არის. ეს არის ნაწილობრივ დიაბეტს, ნაწილობრივ ორგანიზმში წონის კლებას, რომელიც განსაკუთრებით აი ეს ოზემპიკი. არის ასევე სხვადასხვა პრეპარატები, მე დღეს იმაზე ავისაუბრებ. მოდით გაჩვენებ თუ როგორ ხდება მისი მოხმარება და ჩემი დღევანდელი თავარი საკითხიც რაში მდგომარეობს. ეს არის თავარი მისი. ეს ესენი არის ნემსები. ეხლა შევეცდები განახოთ. აი ეს როცა გამჭვირვალეა და არ არის ამღრეული, მაცივარში ვინახავ. აი ეს როცა გამჭვირვალეა და არ არის ამღრეული, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის გახუჭებული. მინახავ შემთხვევები მეგობრებთან, ცოტა ან გარეთ დადეს, ან არ მოუარეს და აიმღრება უბრალოდ და ის გამოსაყენებლად უარგისია. გავხსნით ნემს, ეს ამაში პატარა ნემსია მოთავსებული. შევუწევთ. ვამზადებთ. აი აქ მნიშვნელოვანია 1 მილიგრამი გახდეს, ეს ის არის ბოლომდე უნდა გადავიდეს. მე ამიტომ შუაზე ვაჩერებ. ამ შემთხვევაში განახეთ როგორ ვაჩერებ შუაზე. აი ეს პატარა წერტილები მომყავს შუაზე, აი ამით განისაზღვრება ასევე ან 18 პატარა წერტილი რო გადაივლის, ამ დროს არის შუაზე 9 მილიგრამი. სანამ გავიკეთებთ, მე ამ შემთხვევაში მუცელზე ვიკეთებ. უნდა გამოვიყენოთ ანტისეპტიკი. სასურველია, რათა ინფექცია მოხდეს. და გავიკეთებთ. აი პატარა ნემს. უნდა დაველოდოთ. 5 წამი საკმარისია. არის ძალიან უმტკივნეულო. მორჩა. და შეგვიძლია ეს ნემსი გადავაგდოთ. ყოველ ახალ გაკეთებაზე ვიკეთებთ ახალი ნემსით. მადლობთ, კარგად ვწანდებოდეთ.